მეგობრებო, ამ ვიდეოში ძალიან საინტერესო ვიდეო გამოვიდა. პირველი ნაწილი იქნება თუ სინამდვილეში ვიეტნამში, ანუ ვიეტნამის ომზე ვისაუბრეთ, რეები გააკეთეს, ვიცით ამერიკელებმა, ხო? იქ ქიმიური იარაღები და რაღაცეები დაატეხეს თავს ჰოშიმინის მთავრობას, თუმცა წააგეს ომი, მაგრამ გავლენები დარჩა, კერძოდ სამხრეთ ვიეტნამში დარჩა გავლენები, საიგონში. და ეხლა მოგიყვებით სინამდვილეში რატომ იბრძოდნენ ნაწილობრივ მაინც რატომ იბრძოდნენ ამერიკელები ამ რეგიონში. 1967 წელს თეოდორ შეკლი და თომას კლაინსი გახდნენ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, ანუ CIA-ის ოპერატიული თანამშრომლები, რომლებსაც დავალება ჰქონდათ ჰეროინის გადამამუშავებელი ქარხნების შექმნას კორსიკული მაფიის დახმარებით, რომელიც საიგონის ქვესკნელს აკონტროლებდა, ანუ მიწისქვეშა არხებს აკონტროლებდა. 1968 წელს შეკლიმ, აი იმ ოპერატიულმა თანამშრომლებმა, ცნობილმა როგორც ქერა მოჩვენება, მოაწყო სანტო ტრაფიკანტე უმცროსის, რომელიც ფლორიდაში ორგანიზებულ დანაშაულს აკონტროლებდა, ანუ მაფიის, ვიზიტი საიგონში, ეს არის სამხრეთ ვიეტნამი, ეს დედაქალაქი, და შეხვედრა ნარკობარონ ვანგ პაოსთან კონტინენტალ პალას ჰოტელში. ბიჭო, აი ალფრედ მაკოი, ფანტასტიკური მკვლევარი, რომელიც საიკითხეთ მის წიგნი The Politics of Heroin, დოკუმენტირებულია ეს ამბავი. ხო, აი რა ვიცი, გავაგზავნოთ. შეხვედრა ეხებოდა პაოს უნარს, აი ამ ვანგ პაოს, ნარკობარონ ვანგ პაოს უნარს, უზრუნველეყო მუდმივი მზარდი მოთხოვნის მიწოდება. ანუ CIA ახორციელებს, მეგობრებო, ნარკოტრაფიკს და იმებს ალაგებს რა, ასე ვთქვათ, ბიზნეს შეთანხმებებს. თავისი ყოფნის პერიოდში ტრაფიკანტი ასევე შეხვდა გავლენიან კორსიკელ განგსტერებს, რათა გარანტია მიეცათ მათ ლაბორატორიებში გაზრდილი მიწოდებისთვის. ანუ გაიზრდებაო მიწოდება და აბა თქვენც ბიჭებო, როდესაც ნარკოტიკების ბიურო, ამერიკაში ერთ არის ძალკე ნარკოტიკების ბიურო. 1968 წელს დაიწყო ოპერაცია Eagle. მან დააპატიმრა CIA-ის თანამშრომლების ათეულები, ანუ ათეულებით ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს დააპატიმრა. ბევრი მათგანი პირდაპირ ტრაფიკანტესთვის მუშაობდა, ანუ აი მარკო ბარონისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დააპატიმრა მისი რამოდენიმე მოადგილე ამ ნარკო იმან ბიურომ ვერ მოახერხა ნიქსონის და ან ჯონსონის ადმინისტრაციების იძულება, რომ თვითონ პირდაპირ ტრაფიკანტეს დევნა დაეწყოთ. ანუ ტრაფიკანტე ხელშეუხებელია, კაცო, ნიქსონმა და იმებმა, არა ბატონო ჩემო. ამას ეს ძალიან მაგარ წიგში კითხულობთ, რომელიც არის The Rogue CIA, Prelude to Terror, The Rogue CIA, The Legacy of American Private Intelligence Network. 1971 წლისთვის კონგრესი იღებდა იმდენ საჩივარს დაბრუნებულ ჯარისკაცებზე, რომლებიც დამოკიდებული იყვნენ ჰეროინზე, რომ ნარკო ბიურომ დაიწყო ახალი გამოძიება. ანუ სულ რაღაც რავი 4 წელია ეს ამბავი, ესე შეჯდა მთელი CIA ზის ამ ნარკო იმაზე. და რა თქმა უნდა ეს გამოძიებას არსად არ მივიდა. CIA-მ დაჟინებით მოითხოვდა თავისი გამორჩეული სპეციალური აგენტების განთავისუფლებას ნარკო ბიუროსგან, როგორც გამომძიებლებს. ანუ ჩემი გამომძიებლები არიანო, კაცო, და გამოუშვიო ნარკომანი თანამშრომლებიო ჩემიო. აგენტები აღმოჩნდნენ იგივე კაცები, ეს აგენტები, რომლებიც თავდაპირველად ეხმარებოდნენ ლაოსელებისა და ტაილანდელებს ჰეროინის ბიზნესის შექმნაში. აღსანიშნავია, რომ ასევე რომ სამხრეთ აღმოსავლეთ აზია რჩებოდა ოპიუმის მთავარ წყაროდ. მხოლოდ ლაოსიდან თვეში 1 ტონაზე მეტი ჩამოდიოდა საიგონში, რომელსაც აკონტროლებს ამერიკა, კაცო. და C-47 სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებით ამერიკამ, რომლებიც CIA მიაწოდა ლაოსის სამეფო არმიის გენერალ ლეიტენანტ ვანგ პაოს. ანუ ამერიკა მიწოდებული თვითმფრინავებით თვითონ ესე იგი გაჭრილია ეს არხი.
ისევ ძალიან მაგარი წიგნი, ეს უფრო მაგარი ჩემი აზრით, White Out, the CIA Drugs and the Press. ოპიუმის იმდენი რაოდენობა მიეწოდებოდა საიგონში, მიედინებოდა საიგონში, რომ აშშ სამხედრო მოსამსახურეთა 30% ვიეტნამში ჰეროინზე გახდა დამოკიდებული. შეჯდნენ მეგობრებო. ქსელიდან ფული განაგრძობდა მაფიის მიერ იტალიის მასშტაბით პაროქიულ ბანკებში ჩარიცხვას. ამ ფინანსური ინსტიტუტებიდან ფული მიედინებოდა ვატიკანის ბანკში, რომელიც აგრძელებდა თავის 15%-იანი საკომისიო სახება, ანუ ვატიკანი იღებდა ბარიგობის ფულს. სანამ თანხებს გადარიცხავდა, ანუ იღებდა ამ იმას და სანამ თანხებს გადარიცხავდა კერძო მაფიოზურ ანგარიშებზე, შვეიცარიაში, ლიხტენშტაინში, ლუქსემბურგში და ბაჰამებზე, მაგრამ ეს სისტემა არ იყო მომზადებული მსოფლიოში ჰეროინის ვაჭრობის გენერირებული მილიარდების გასატარებლად და ასევე ჰეროინის ვაჭრობისთვის ახალი ფულის გათხრების არხები იყო საჭირო და როკფელერების სახლი მზად იყო შეეთავაზებინათ მათ აი ამ საქმისთვის თავისი მომსახურება. ასეთი ამბავია ძვირფასო მეგობრებო, ეს არის პირველი ვიდეო, გაგრძელება იქნება. მადლობა ყურადღებისთვის.